თქვენ თუ გქონიათ ან რამე თუ ალერგია თუ გაქვთ? მე მაქვს ალერგია, კი, ალერგია მაქვს, ყველაზე გავრცელებული საყოფაცხოვრებო ალერგენი ზოგადად არის ოთახის მტვერის ტკიპები, ესე ქვია, ამ მოვლენას. და მასთან ასოცირებული რინიტი და ეხა ასტმური მოვლენა არა მაქვს ჯერჯერობით ვაკონტროლებ ამ სიტუაციას რაღაცა რაც კაც სპეციალისტს გირჩევთ ალერგიაზე. აი ეგ მე ეთერის მე მითხარით. და ანჩენი ისეთი მეტი ისეთი მედიკამენტური ან კვებითი ალერგია არ მქონია საბედნიეროდ და ხშირად ვამბობ ხოლმე რა ბევრს რაღაცა მიწევს ასე თუ ისე გადაადგილება და რაღაცა ეს აფთიაქიც უნდა ვატაროთ თქვენ იმიტომ რომ შეიძლება სხვას მაინც დასჭირდეს რომ არასდროს წამალი არ მიმაქვს ასე ვთქვათ ალერგიის მართვის როცა მივდივარ ერთხელ მქონდა თვითმფრინავში ესეთი შემთხვევა როცა იძახდნენ ექიმი და უკვე თბილისისკენ მოვდიოდით და ქართველი აღმოჩნდა ეს კალბატონი მივედი და მითხრეს რომ შუა ფრენის პერიოდი იყო 4 საათიანი ფრენა და 2 საათი იყო გასული. ნუ ამ კალბატონს უთქვამს რომ რაღაცა ყალში მიჭერს მე და დამეხმარეთ. და იმათმა ბუნებრივია ექიმი. მე მივედი მე გავცვალეთ ადგილი, ვინც მის გვერდით იჭო, მე დავჯექი ამ კალბატონთან ერთად, გამოვკითხე, არასოდეს ალერგია არ მქონია, ხასიათით არაფერი არ მინერვიულია, შვილებთან ერთად ვიყავი, ახლა უკან ბრუნდები საქართველოში. მე წამალი არ მქონდა სამწუხაროდ, არ მქონდა, მე პირადად წამალი არ მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა მეზობელ გზავს ეს წამალი, დექსამეტაზონი ყოველთვის გავრცელებულია. თუმცა ჩავხედეთ ყელში არსად შეშუპება არ იყო, რაღაც სუბიექტური განცდას უფრო მივაწერე, მაგრამ აი თავარი რა იყო და რაღაცა ძალაც ვიგზენი ხო, ექიმების ასე ვთქვათ, ეს ძალა რაში მდგომარეობს. მოვიდა ეს სპორტგამცილებელი და მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ თქვენ შეაფასეთ ხა კალბატონის მდგომარეობა და თქვენზეა მთელი ეს ბორტი დამოკიდებული. თუ იტყვით ჩვენ ახლა ვართ სადღაც ბუქარესტის თავზე და დაფრენას დავიწყებთ, თავარმა პილოტმა, ანუ გამოაგზავნა ასე ვთქვათ ეს ანუ თქვენ რასაც იტყვით ისე უნდა მოგიქცეთ. ხო, პასუხისმგებლობა იყო დიდი. მე ამ ხალხს ვთხარი რომ ინგლისურად ამას მეუბნებიან და აბა თქვენც ასე ვთქვათ იცოდეთ ეს რა შემოთავაზება, მე როგორც ექიმი ვთქვა, ვერ ვხედავ სერიოზულს ვერაფერს და ობიექტურად შეშუპებული არაფერი არ იყო, არც ტუჩი, არც ენა, უბრალოდ შეგრძნების დონეზე იყო ყველაფერი. ნუ მან თქვა რომ მოდი ჩემთან ერთად მაშინ დარჩით, პულსი ქონდა ძალიან აჩქარებული, ეს დექსას დავლეთ, მე ვთქარი 5 წუთში 15-ში ესეც მოქმედებას დაიწყებს, ამანაც ფსიქოლოგიური პოზიტიური გავლენა მოახდინა და ესე მშვიდობიანად თბილისამდე ჩამოვედით. მოგეთ ექსტრა ეს ასე ვთქვათ ლენდინგი, რასაც ქვია თუ დაჯდომა არ გახდა საჭირო.